სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისაწმინდისაითა. ჩვენთან არის ღმერთი. მადლობა უფალს ყველაფრისათვის. ჩვენ შემოკრებილი ვარ დღეს სიყვარულის გამოვლინების ყველაზე მაღალ საზომში. თქვენ ისით რომ ადამიანში ყველაზე დიდი ემოცია, ყველაზე დიდი განცდა, ყველაზე დიდი ძალა, ყველაზე დიდი სიხარული, ყველაზე დიდი ტკივილი რაც არის, ეს არის სიყვარული. სიყვარულის გამო არის ეს ყველაფერი და ჩვენ არაერთხელ გვითქვია რომ არაფერში ისე არ გამოვლინდება ჩვენი სიყვარული რეალურად, ყველაზე რეალურად ისე როგორც ჩვენი მიცვალებულების მსახურებაში, ჩვენი მიცვალებულებისათვის ღმერთის მსახურებაში და მე მინდა რომ განსაკუთრებულად დაგლოცო თქვენ, მინდა რომ განსაკუთრებულად დავლოცო ღვთისმსახურები, რომელთა შესახებაც ასე წერია ფსალმოში რომ ნეტარა არის ერი იგი რომელმანიც ის გალობა შენი უფალო და აი ამ ნეტარების თანაზიარი ხვდები ჩვენ ვინც ეკლესიაში მსახურობს თქვენ რა თქმა უნდა ყველა იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ერთითა პირითა და ერთითა გულით აღვავლენთ აი ამ ლოცვებს და როგორც გითხარით არაფერში ისე არ გამოვლინდება ჩვენი სიყვარული როგორც ჩვენი მიცვალებულებისადმი მსახურებაში და რასთან არის ეს დაკავშირებული? ეს დაკავშირებული არის პირველ რიგში სარწმუნოებასთან, ჩვენ სარწმუნოებასთან. ესე იგი თუ ადამიანს სწორი სარწმუნოება არ აქვს, მას უჭირს გამოავლინოს თავისი სიყვარული. ზოგადად ცხოვრებაში და რა თქმა უნდა მიცვალებულის მიმართ განსაკუთრებულად. სწორი სარწმუნოების გარეშე შეუძლებელია და ამის შესახებ პავლე მოციქული ამბობს დღევანდელ წერილში რომ უკეთო გრწამს ვითარმედ იესო მოკვდა და აღდგა ეგრეცა შესვენებული იგი იესოის მიერ მოიყვანეს მისთან. ესე იგი ჩვენ პირველ რიგში უნდა გვწამდეს რომ ქრისტე მოკვდა და აღდგა. და იქმნა პირმშო შესვენებულთა. განიხსნა თქვენ ისით 64 კარი ქრისტეს აღდგომის შემდგომ განიხსნა და იქ შევიდნენ ძველი აღთქმის მართლები და შედიან ყველასთვის ღია არის ეს კარი. აი უყურეთ, აი ამ სარწმუნოებიდან ამოვდივარ ჩვენ მერე და ქრისტეს რომელსაც მხოლოსა ძალუს, მხოლოს ანუ ერთადერთი მართალი განკაცებული აი ადამიანები ყველანი ცოდვილები არიან ერთადერთი უცოდველი და მართალი არის ქრისტე ხორცშესხმული ღმერთი რომელმაც ხორცი შეისხადა სახარება ერთ-ერთი რომელიც წავიკითხეთ ჩვენ მათეს თავისაგან იქ მოთხრობილია როგორ ეკვეთა მას ბოროტი სული გამოსდა მოუწყო მარხვის შემდგომ რაც მოინათლა ნათელიღო უფალმა და იმარხა 40 დღე და 40 ღამე და მერე მოვიდა და გამოცადა მან დაამარცხა და ამით ადამიანებს გვასწავლა გითხრა რომ ადამიანს შეუძლია ადამიანის მიერ იყო ცდომა მაგრამ ადამიანის მიერ იყო გამოხსნა ქრისტე ღვთაებრივი ბუნებით ხომ არ შეებმებოდა ეშმაკს ეშმაკმა სცოდნოდა ის რომ ღმერთი იყო განკაცებული რა თქმა უნდა ვერც კი გაბედავდა მისთან მიახლებას მაგრამ მიუშვა უფალმა მიუშვა რომ ის მოსულიყო და მან დაამარცხა ესე იგი დაამარცხა ცოდვა დაამარცხა სიკვდილი და დაამარცხა ჯოჯოხეთი შემოსრა ჯოჯოხეთის მშენი აი ამ სარწმუნოებიდან უნდა ამოვიდეთ ჩვენ რომ ჩვენი სიყვარული სწორად გამოვლინდეს ჩვენი მიცვალებულებისადმი და მე ჩემი აზრით აი მართლმადიდებელი სარწმუნოება კიდევ ერთხელ იდიდება უფალი ჩვენი თანამამი და სულიწმინდით როდესაც მე ხომ არ ვარ აი დაუშვათ თქვენ ხართ აი გიყურებთ აი დედები ხართ შვილ გარდაცვლილი დედები ხარ და ყველაზე მტკივნეული ალბათ ეს არის და მე ვფიქრობ რომ მართლმადიდებლური მოძღვრება იმიტომაც არის დიდებული რომ თქვენი სული და თქვენი გული ახლა გრძნობს იმას რომ ეს ჭეშმარიტებაა რასაც ჩვენ ვამბობ და შესაბამისად ჩვენი ის ემოცია უდიდესი ჩვენი სიყვარული ჩვენი შვილებისადმი ჩვენი მშობლებისადმი და ასე შემდგომ სწორი მიმართულება ეძლევა რომ ჩვენ ვიწყებთ ნახეთ ესე იგი სახარებაში წერია რომ რომელსაც რწმენესო მომავლინებელისა ჩემისა
გარდაიცვალოს სიკვდილისაგან ცხოვრებად. ნახეთ, ესე იგი, ჩვენ ხედავთ, რომ ჩვენი სარწმუნოება ესეთი არის, ადამიანი კვდება, მაგრამ თურმე სიკვდილი რა ყოფილა? გარდაცვალება, ჯერ სიკვდილია, მერე ცხოვრება, ანუ მარადიული ცხოვრება. ჩვენ თუ ვირწმუნებ და ვწამს ეს, რომ ესე არის, მაშინ ჩვენ არც არავინ არ მომკვდარა მაშინ. მაშინ ჩვენ ვაგრძელებთ, უყურეთ, აი ჩვენ სიყვარულს ვაგრძელებთ ჩვეულებრივად არა, უბრალოდ ხორციელი აღარ არის. ხორციელი აღარ არის, მაგრამ სიყვარული მარტო ხორციელი ხომ არ არის. რა თქმა უნდა, ხორციელიც არის, მაგრამ მარტო ხორციელი, რაც თავარია, სულიერია, ხომ? ესე რომ სულიერად სიყვარული გრძელდება და ჩვენ ვაგრძელებთ და აი ამ შემთხვევაში, აი რაზეც ესე იგი დავიწყე საუბარი, რომ ამ შემთხვევაში ადამიანს ეძლევა, რომ ყველაზე დიდი ძალა მასში, ყველაზე დიდი მამოძრავებელი ძალა, ხო? აი ვინც ეს სარწმუნოება ვერ მოიპოვა და ვერ იპოვა, ძალიან სულ გზაზე უწევს დადგომა, ღმერთმა ყველას უშველოს, იმიტომ რომ სასწარკვეთითაც შეიძლება მიეცეს ადამიანი, საკუთარი თავი გაანადგუროს შეიძლება და ამით თავის მიცვალებულსაც ანადგურებს, თავის თავსაც ანადგურებს და სარწმუნოება არის ის ძალა ჩვენში, რომელიც ჩვენ სიყვარულს სწორ მიმართულებას აძლევს და მე მიხარია და მადლობ უფალს, რომ ჩვენ მის ვართ დღეს აქ ეკლესიაში შემოკრებილი, სწორედ აი ამ სარწმუნოებით ვარ და ეჭვი არ შეიტანოთ იმაში, რომ ამ სარწმუნოებას ღმერთი იმდენად შეიწირავს, რომ თავისი მადლი და მოწყალები ჩვენს მიცვალებულებს აუცილებლად მისცემს სიხარულს, აუცილებლად ამყოფებს იქ, სადა იგი არა არის ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არც სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი და დღევანდელ დღეს კიდევ მინდა გითხრათ ერთი რამ, აი უყურეთ აი 4-5 ხედავთ ახლა შვილ გარდაცვლილ დედებს და მინდა რომ თქვენ გითხრათ რომ ერთმანეს თქვენ ძალიან დიდი ნუგეში შეგიძლია უთხრათ ვინც ეკლესიაში ხართ და თქვენ ძალიან დიდი ნუგეში შეგიძლია უთხრათ იმ ადამიანებს რომლებიც ეკლესიაში არ არიან მოსულები თქვენ ხართ ესე იგი თქვენ ღმერთმა აი უყურეთ სახარებაში ყველა კურნება უფალი ეუნება სარწმუნოებამა შენმა გაცხოვნა შენ უკეთო გწამს ყოველივე შესაძლებელი არის. ანუ სარწმუნოებაზე დიდი სიმდიდრე არ არსებობს და თქვენ ეს სიმდიდრე მოგცათ უფალმა, მოგმადლათ უფალმა, თქვენ თვალებში რო გიყურებთ, თქვენ ხართ ვაშკაცი ადამიანები და სხვები ვინც ვერ არიან ამ ვაშკაცობაში და ამ საზომში, თქვენ უნდა ნუგეში უნდა უთხრათ იმ ადამიანებს. უნდა უთხრა რომ საყვარელო, აი ხო ისმენ ახლა ეკლესია რას ლაპარაკობს. ჩემ გლახაკის სახით, ხომ? და შენ ეს იმასაც უნდა უთხრა. შენ უნდა უთხრა რომ შენ უფრო აი შეიძლება ისიც მე ვერ უთხრა იმდენად ნუგეში იმას როგორც შენ ისიც რატო ერთ ცეცხლში იწვი თქვენ და შენ იმას ისეთ რამეს ეტყვი რომ ის შენ უფრო დაგიჯერო შეიძლება ვიდრე მე ამიტომ დღეს ისიც მინდა დავამატო ჩვენს ნათქვამს რომ შევეცადოთ რომ სხვებსაც მივხედოთ სხვებ ესე იგი ჩვენ აი ადამიანი შეიძლება გადაარჩინო ერთი სიტყვით შეიძლება გადაარჩინო ადამიანი და თუ შენ ადამიანს გადაარჩენ და თუ შენ ადამიანს შეეწევი აი ამ უკიდურეს განსასწრელში შენ სულსაც გადაირჩენ და შენ მიცვალებულსაც შეეწევა ეს ამას დიდი სიკეთე არ არსებობს იცოდეთ რომ ადამიანს უშველო გინდა წაქცეულს გინდა აი ცოდვილი რო არის ჩვენ რო ვიცით ხოლმე აი ცოდვაში რო არის ადამიანი აბა თუ შეგიძლია შეეწიე იმ ადამიანს, უშველე იმ ადამიანს, გული აჩვენე, რაღაცა თანადგომა აჩვენე და ამას დიდ სიკეთეს ჩვენ ვერ გავაკეთებთ. ხო და დღევანდელ დღეს ვინაიდან და რადგან გამრავლდა ეს სიკვდილი ისე მოგვეჩვია, რომ რა ვიცი, აი მე მახსოვს ბავშვობაში სიკვდილი ისეთი რამე იყო, რომ რა ვიცი, მთელი სოფელი ამ ამივაში იყო და რა ვიცი, ამ განცდაში იყო და დღეს ახლა ისე მეზობელისა ისე კარების მეზობელი მოკვდება და თითქოს არაფერი, რა ვიცი, აი მიეჩვია ადამიანი. უბრალოდ სიკვდილი მოგვეჩვია სიკვდილი. გაახალგაზრდავდა და ვინაიდან და რადგან გამრავლდა ეს ძიმე მდგომარეობა ადამიანებისა, დღეს მინდა გითხრათ და გთხოვოთ, რომ იქნება შევეცადოთ, აი თქვენ მოგმადლათ უფალმა, აი ნახეთ,
თქვენ აღმოგაჩნდათ ის ვაჟკაცობა, ის მხნეობა, ის სარწმუნოება პირველ რიგში, აი რაზე ვლაპარაკობ, სარწმუნოება პირველ რიგში, რომ თქვენ აქ ხართ და თქვენი შვილები ხარობენ, თქვენ რომ აქ ხართ, მერწმუნეთ, აი ამაზე შემიძლია თავი დავდო, რასაც ახლა გეუბნებით, რომ გახარებულები არიან ისინი და რახან თქვენ მოგმადლათ უფალმა, ხო? ვინც არ არის მოსული აქამდე და თქვენ ისით რომ იმ ადამიანს უჭირს და რაღაცა შეეცადეთ რომ მიხვიდეთ, მათთან მიდით სახში, იმეგობრეთ მათთან, აი ამ მეგობრობაში ვინ იცის რა რაღაცა ნუგეს შეტყვით მათ და ესე ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, სანამ ვართ აი ამ წუთის სოფელში, რომელიც არავინ არ იცის ჩვენი როდის დამთავრდება, თითოეული ჩვენთაგანის და ერთ-ერთი რაც რჩება ჩვენი საყვარელო, ეს არის სიკეთე, ეს არის ერთმანეთისადმი თანადგომა, ერთმანეთის გახარება, ერთმანეთის ჭირში გვერდში დგომა, ჩვენი მიცვალებულების სადმი აი ამ სიყვარულის სწორი გამოვლინება და მოგმადლოს ჩვენ უფალმა დღევანდელი წირვის მადლით, აი ყველაზე დიდი თქვენ იცით რომ წირვა არის ჩვენი მიცვალებულებისთვის და აი ამ დღევანდელი აღვლენილი წირვის მადლით უფალმა მოგმადლოს ჩვენ ნიჭი იმისა რომ ჩვენი სიყვარული სწორად გამოავლინოთ ჩვენი მიცვალებულებისადმი, ზოგადად მოყვასისადმი და უფლისადმი. ამინ.